ეს სამყარო ხო საოცრებაა, სამყარო. ჩვენც ხო საოცრება ვართ ადამიანები. და აი ამ ყველაფრის შემოქმედი იბადება და მოდის თავის შექმნილ ქმნილებაში პირველ რიგში. ამიტომ არის აღდგომა დღესასწაული, რომ ჩვენ აღსდგებით, ჩვენი გონება აღსდგება და ჩვენი სული აღსდგება. ნათქვამი რო არის, რომ 1000-ჯერ რო დაიბადოს ქრისტე ბეთლემში, შენში თუ არ დაიბადა, ვერ გადარჩები. აი ზუსტად ამას ნიშნავს, რომ აი ჩვენში როგორ შეიძლება ის დაიბადოს. 64 არის მუდმივი შობადობა. ქრისტე რომ დაიბადა, ღმერთი დაიბადა და მაშინდელი კაცობრიობა და ეკლესია ელოდა არასწორად. ანუ შედეგებს ელოდა არასწორად. რა ხა ეს თუ ღმერთია, ნუ ესე არ არის, მაგრამ პირობები ჩემი სიტყვები თუ ესეთი ღმერთის ძეა და თუ მესია არისო. ვერ გააკეთაო ისე რომ არ მომდარიყო. ხო. და რო გაიგეთებინა, ვინ გაიგებდა? ღმერთმა ყველაფერი იცის, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ როდის მოკვდებით, ეს განსაზღვრული არ არის. ქრისტეს დაბადება ზუსტად ამით არის ის, რომ ის აქ ჩვენთან მოვიდა ჩვენს წასაყვანად. მოგესალმებით დროების YouTube არხის მაყურებლებს, გადაცემათა ციკლში მამა დოროთეს ამბიონი და დღეს გადავწყვიტეთ მამა დოროთესთან ერთად დღევანდელი გადაცემა მიუძღვნათ ქრისტიანული მართლმადიდებლური სამყაროსთვის განსაკუთრებულ დღეს ქრისტეშობას. ეს არის სპეციალური გამოშვება ჩვენი გადაცემების ციკლში. დროების მაყურებელმა იცის და ჩვენმა გამომწერმა ხომ განსაკუთრებით რომ ეს ციკლი არის ყოველკვირეული გადაცემებისაგან შემდგარი. ჩვენ აქ საუბრობთ ქრისტიანობაზე, მართლმადიდებლობაზე, საუბრობთ თემებზე, რომლებიც ძალიან რთულად არის თითქოს ასახსნელი, მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მამა დოროთე ახერხებს თავისი სათქმელის ქრისტიანული სწავლების შესახებ თავისი სიტყვის მიტანას აუდიტორიამდე, მრევლამდე, იმ ადამიანებამდე, რომლებიც ახლა არიან ბაში ან ჭირდება რწმენაში გამყარება. ეს არ არის ციკლი მხოლოდ მართლმადიდებლებისა და მხოლოდ ქრისტიანებისათვის. ქრისტეშობა დგება მამაო და მინდა რომ ვისაუბროთ ამ გადაცემაში სწორედ აი ამ მნიშვნელოვან მოვლენაზე, განსაკუთრებულ მოვლენაზე მთელი სამყაროსთვის. თქვენთვის დამითმე ამბიონი გისმენთ, ხოლო ჩვენს მსმენელებსა და მაყურებელს კიდევ ერთხელ მინდა გადაუხადო მადლობა ჩვენთან ყოფნისთვის და შევახსენო, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს გამოწერილი დროების YouTube არხი, გამოიწერეთ, მოიწონეთ ჩვენი გადაცემები, გაუზიარეთ თქვენს ახლობლებსა და მეგობრებს. გისმენთ. მოგესალმებით, მოგესალმები მაყურებელს. წინასწარ გილოცავთ, ულოცავთ ყველას დამდეგ შობას. თვითონ ქრისტეს შობა ეს არის ისეთი საოცრება, რომ აი წარმოვიდგენთ და რომ გონებით ჩავწვდებით, ბოლომდე ვერ ჩავწვდებით, მაგრამ აი ისე რომ დავაკვირდეთ, რომ აი ეს სამყარო ხო საოცრებაა, სამყარო. ჩვენც ხო საოცრება ვართ ადამიანები. და აი ამ ყველაფრის შემოქმედი იბადება და მოდის თავის შექმნილ ქმნილებაში პირველ რიგში, ანუ ქრისტეს კაცობრიობ ბუნება, რომელიც შეიმოსა და მოდის თავის ქმნილებაში საცხოვრებლად ადამიანად რომ იცხოვროს. და გვესაუბრება, გვიხსნის, რა არის. თუ აი სამოთხეში ადამიანს მერტი პირდაპირ ესაუბრებოდა, ხო? და მერე კაცობრიობას ადამიანების მეშვეობით სული გადმოდიოდა ღვთისა და წინასწარმეტყველებდნენ ადამიანის მეშვეობით. მაგრამ ქრისტეს საუბარი
ჩვენ წინასწარმეტყველების საუბარს კი არ უნდა შევადაროთ, არამედ ადამიანთან საუბარს უნდა შევადაროთ. პირდაპირ ღმერთი რო გვესაუბრა, არა ვიღაცის მეშვეობით, არამედ თვითონ რო გვესაუბრა, თვითონ მოვიდა თავისი კაცობრივი ბუნება შეიმოსა, რომელიც შეიმოსა და გვესაუბრა ჩვენ. სამყაროს არის სამყაროს არსებობაში ორი მოვლენა, რომელიც არის ახალი. სხვა დანარჩენი ყველაფერი არის ცვალებადი. ანუ არის თაობები, ამ თაობებში რაღაცა ხდება, მაგრამ იცვლება, იგივე სხვა თაობა მოდის, იგივე რაღაცა მეორდება, ზოგან კატაკლიზმები, ზოგან რაღაცა, მაგრამ ახალი არაფერია. ყველაფერი არის ესეთი განმეორებადი და ახალი მოხდა ორი რაღაცა. ეს არის ქრისტეშობა, რომ ღმერთი განგაცდა და აღდგომა. დასავლეთის ეკლესიაში და დასავლეთ სამყაროში, ანუ რასაც დასავლეთს უწოდებთ, უფრო ასე პატივით დგას შობა. და ჩვენთან უფრო აღდგომა, ანუ დღესასწაული. ანუ აღდგომა ჩვენთვის არის საოცარი დღესასწაული, ხო, უფრო დიდი და ბრწყინვალე, მარტო აღდგომას ვეძახით ბრწყინვალეს. და დასავლეთში შობა. თუ მე მინდა ესე შედარება გავაკეთო, რა თქმა უნდა, თუ ვიტყვით, რომ რომელი უფრო დიდი სასწაულია, ეგ არის შობა. სასწაულთა სასწაული ეგ არის შობა, იმიტომ რომ ღმერთი განკაცდა და მოვიდა ჩვენთან. დაიცხოვრა ჩვენთან. აი ეს სასწაული, ამოუხსნელი სასწაული, არის რა თქმა უნდა უდიდესი და დაფასებული და დასაფასებელი, მაგრამ აი ღმერთი მოვიდა, იშვა, იცხოვრა და რა მე რაში მეხება. გესმით, ჩემ ბუნებას შეეხო. ანუ ის ბუნება მიიღო, რა ბუნებითაც მე ვცხოვრობ და თქვენ ცხოვრობ და მთელი კაცობრიობა. ამით იცხოვრა. მაგრამ აქ არ დარჩა და მოკვდა. და წავიდა. ხო? აი რა მომცა მე ამან. აქ ყოველთვის დღესასწაულში იგულისხმება შენ რას გაძლევს. ის თუ რას აკეთებს ღმერთი. და ამიტომ აღდგომა უფრო საზეიმო და უფრო სასწაული არის ჩვენთვის, რადგან აღადგინა პირველ რიგში თავისი ბუნება, რომელიც მიიღო და რომელიც მოკლეს და მესამე დღეს აღადგინა და ჩვენ აღვადგინა ყველამ, ვინც მისი ვირწმუნეთ. ამიტომ არის აღდგომა დღესასწაულთა დღესასწაული, რომ ჩვენ აღსდგებით, ჩვენი გონება აღსდგება და ჩვენი სული აღსდგება. და აი ეს შობა გამოდის, რომ იყო აღდგომისთვის. თუ აღდგომა არ მოხდებოდა, მაშინ შობას აზრი ეკარგება. და ძალიან მნიშვნელოვანი არის ღვთისმშობლის დღესასწაულზე. აი ღვთისმშობელი ხო საოცრება, რომელზეც გადმოდის ძე და მისი სხეულიდან მარიამისაგან და სულიწმინდისაგან იბადება. ხო საოცრებაა და ღვთისმშობლის დღესასწაულზე მიძინება, სასაც ვეძახით, ცენტრალური დღესასწაულია ღვთისმშობლის მიძინება. იკითხება სახარება და ხო უნდა იკითხებოდეს სახარება, რომელიც ღვთისმშობლის აი ამ საოცრებას აღნიშნავს, თუ როგორ შვა მან ღმერთი. და ეს არ იკითხება წირვაზე. წირვაზე იკითხება არა ღვთისმშობლის სახარება. ეს არის რაღაცა საოცრება ეკლესიის მიერ გაკეთებული. იკითხება მართა და მარიამთან, რომ მივიდა ქრისტე, აი ის სახარება.
და მერე არის დანამატი და მართა და მარიამთან რა ხდება რომ მარიამი იჯდა ფეხებთან და უსმენდა და მაცხოვარი ეუბნება მართას რომ ამანო უკეთესი ნაწილია ერჩიაო მარიამო და შემდეგ არის დანამატი სახარებაში რომ დანამატი ნუ სახარებაში წერია როგორც სხვაგან სხვა ადგილას წერია როცა ქრისტე ქადაგებდა ერთმა დედაკაცმაო მოხუცებულმა ქალმა ხმა მაღლა აღიმაღლაო ხმა და თქვაო ნეტარიაო მუცელი რომელმაც გატარაო შენ და ძუძუ რომელსაც წოვდი შენ და ქრისტეს პასუხი არის აქ უმთავრესი არაო ნეტარიაო ის ვინც ისმენსო ჩემს სიტყვებს და დაიმარხავს და აღასრულებსო აი ეს სიტყვები არის ღვთისმშობლის განსადიდებელი პირველ რიგში რომ მან ისმინა ღმერთის დაიმარხა და აღასრულა აჰა მხევალი ღვთისა უთხრა მაგრამ ამავდროულად ღვთისმშობლის ღვაწლში ჩვენ გამოთიშულები ვართ იმიტომ რომ ის ერთადერთია ღმერთი მეტჯერ არ განკაცდება ამ ფორმით და ასე ხო და ჩვენ რაში ვართ მონაწილე ღვთისმშობლობაში აი სად ვართ ჩვენ ღვთისმშობლობაში მონაწილე ჩვენ ხო ესე ამ ფორმით ხო ღმერთს ვერ ვშობთ და აი ზუსტად ღვთისმშობლის განსადიდებლად იკითხება ის სახარება სადაც ჩვენ ვართ მონაწილე ამიტომ ქრისტიანობაში ყველაზე მთავარი ღმერთის მოქმედებაში არის ის სადაც ჩვენ მონაწილეს ღვთის თავის თავთან და ჩვენ სად ხვდებით ღვთისმშობლები როცა ღვთის სიტყვას მივიღებთ აი ნუ იოანე იოანე მახარებელი ამბობს რომ თავდაპირველად იყო სიტყვა იყო ღმერთთა და სიტყვა იყო ღმერთი და ეს ღმერთი განკაცდა აი ეს სიტყვა არის ღმერთი და ეს სიტყვა ღმერთი განკაცდა და როდესაც ჩვენ ვღებულობთ ჩვენს თავში იმას რაც ქრისტემ გითხრა ვიჯერებთ მას და მის მიხედვით ცხოვრობ და ავასრულებთ აი მაშინ ჩვენს ღვთისმშობელი ანუ მარიამივით ღმერთის მიმღები ვხდებით ანუ ნათქვამი რო არის რომ 1000-ჯერ რო დაიბადოს ქრისტე ბეთლემში შენში თუ არ დაიბადა ვერ გადარჩები აი ზუსტად ამას ნიშნავს რომ აი ჩვენში როგორ შეიძლება ის დაიბადოს თავისი სიტყვით მისი სიტყვა როცა შემოდის ჩვენ მაშინ ვხდებით ღმერთის მატარებლები აი ეს ღმერთის მატარებელი ღმერთ დამკვიდრებულები ჩვენ ქართულში გვაქვს სხვა სიტყვა ეს არის ღმერთ შემოსილები რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ ვიღებიოთ ქრისტეს შეგვიმოსიეს აი ეს ღმერთ შემოსილი რაღაც შესამოსელივით გამოდის და ღმერთ შემოსილი არ გამოხატავს ზუსტად იმას არამედ ღმერთ დამკვიდრებული რადგან ქრისტეს მიერ ნათელი მივიღეთ ქრისტე შევიმოსეთ ნიშნავს ქრისტე დამკვიდრდა ჩვენში ქრისტე დამკვიდრდა ჩვენში ესე კი არა რომ განკაცებული ღმერთი შემოდის არა აი ის ღმერთი შემოდის რომელიც განკაცდა რომელმაც ხორცი შეიმოსა ღვთის სიტყვა აქ იქ ჰიპოსტასურად არის შეერთებული მაგრამ აქ ჩვენ გვიერთდება სიტყვით ჩვენ გვიერთდება და ჩვენში იმკვიდრებს სიტყვა ღვთისა და ჩვენ ხვდებით სიტყვა ღმერთ დამკვიდრებული დაიბადა ჩვენში ღვთის სიტყვა და ეს სიტყვა უნდა გაიზარდოს და იმ სივრცეებში და იმ სიდიადეებში უნდა შევიდეთ გონებით რაზე ჩვენ წინა გადაცემებში ვამბობდით რომ ღმერთი იხილა მოსემ სიბნელეში ანუ ცნობიერების უმაღლეს საფეხურამდე ავდივართ
ამ სიტყვის მიღებით. ჩვენ როცა გადაცემა დავიწყეთ, მაშინ თქვით თუ რა უთხრა მოსეს. ეს არის სიტყვა, რომელიც არაფერი არ მოაკლო, არაფერი არ მოუმატო, რადგან ეს სიტყვა არის თქვენი გონება. აი ეს სიტყვა არის ჩვენი ცნობიერება, ჩვენი სიდიადეც და ჩვენი მისაღწევით მიღწეულიც და რომლის მიღწევა ბოლომდე შეუძლებელია 64-ს არის ზუსტად აი ეს მდგომარეობა, რომ ფილოსოფიაში იბადება ხოლმე ესეთი კითხვა, რომ რაც შექმნილია კვდება, დასასრული აქვს უბრალოდ. რასაც დასაწყისი აქვს, ყველაფერს აქვს დასასრული. და ამბობენ აი ადამიანის სულს როგორ ისიც ხო დასაბამიერია და დაუსაბამო რატოა და პირველ რიგში 64 არის მუდმივი შობადობა. აი ხო არის შობას დღესასწაულობ, მაგრამ მე დღეს მინდა ჩვენი შობა როგორ ხდება ამაზე უფრო ვისაუბრო, იმიტომ რომ ჩვენთვის რა არის ეს შობა. ყოველი გადარჩენილი ადამიანი, აი ცხონებულსაც ვეძახით. ყოველი გადარჩენილი ადამიანი, ვერთამყოფი ადამიანი მუდმივ განახლებას, ანუ მუდმივ შობადობას განიცდის სულში. და ეს მუდმივი შობადობა არის წვდომიდან წვდომა, წვდომიდან წვდომა. ამას პავლე მოციქული ამბობს ძალიან მნიშვნელოვან სიტყვებს, რომ უკანასო დავივიწყებო და წინასო მივწვდები, გადავწვდები. აი ეს როგორი რაღაცა იცი, აი რომ ვერ წვდები და რაღაცა ჯოხით რომ მოზიდო შენსკენ. ანუ აი იმას მოვზიდავო ჩემსკენო რაც წინ არისო და რაც უკან არის იმას ვივიწყებო. ანუ ჩვენ ხშირად ვიცით ადამიანებმა რომ აი საკუთარ იმას განვიხილავთ თუ ოდესმე რაღაცა დიდებაში ვიყავით და იმ დიდებაზე წარსულის დიდებაზე ვარ ჩაციკლულები და აი რა კარგად იყო და ხო და ეს პავლე მოციქული არის ადამიანი რომელიც მესამე ცამდე ანუ მესამეცა ესეც პირობითია ცა მაშინ იყო მიჩნეული 3-ცა არსებობდა ზოგი ამბობდა 7 ну არ ნიშნავს ეს არც მესამეცას ნიშნავს და არც მე-7-ს არამედ მიღმიერ სამყაროში ნამყოფი და იქაური მოქალაქეა და ამას ივიწყებს ერთგან ამბობს ვიცი რა ესეთი კაცი თორე ეს რაც იყო ის კვდება ახალი იბადება და ეს ახალის დაბადება არის განახლება მუდმივი გონების და აი მუდმივად მისწვდება იმას რაც არის ახალი და დიდი და ძალიან საინტერესოა ეს ახალი არ არის სხვა აი ბიბლიასო წაიკითხავ ერთი საოცრება არის ბიბლიაში რომ არ არის წინააღმდეგობა არადა საუკუნეებია ერთიდან მეორემდე და ერთმანეთი წინააღმდეგობა არ არის სულ სხვადასხვა ადამიანები სულ სხვადასხვა დროს დაწერილი სულ სხვადასხვა მდგომარეობაში დაწერილი წიგნებია და გეგონება რომ ერთმა კაცმა დაწერა ცხოვრა დიდხანს იმიტომ რომ სული წმინდით არის ხო ამიტომ ის რაც ახლა მე ვიცი რასაც მე ვყვები ამის საწინააღმდეგოს კი არ გავიგებ არამედ ამის უფრო ამომხსნელს უფრო ცლად უფრო სხვანაირადაც უფრო სხვა განზომილებაში და ამას ეძახის სიმონ ღვთისმეტყველის კივრს ანუ ქრისტიანული ცნობიერება გავსოს კივრს რომელსაც აქვს ბევრი კარები და ბევრი შესასვლელები მაგრამ ეს წინა კარის უარყოფელი არ არის ბოლო არ აქვს მაგრამ ეს შემდეგი კარი ამას კი არ უარყოფს ამის გაგრძელება ამის სიღრმეებში შესვლა და ისაკ ასური ამბობს რომ რა არისო მოცემულობა ღმერთი ხო გვაძლევს აი რა არის ღმერთის მოცემულობა და პასუხი ესეთი გუშინ რო იცოდი იმაზე მეტი რო იცი ანუ ცოდნა ღვთისა იმაზე მეც რო წვდები და აი ასეთი გაგებით ახლა
ღმერთიშობაზე რო ვამბობთ. მე მithქვამსა ვამბობ ესეთ რაღაცას, რომ ჯვარი როგორც ღვთისმშობელი არის ბუნებით ღმერთის და გამხრთობილი კაცის, ანუ უკვე პიროვნულად ჰიპოსტასურად, რა თქმა უნდა, ბუნებითი ღმერთის მშობელია. მაგრამ ის კაცობრივი ბუნებაც არის შეერთებიდან გამომდინარე უკვე ღმერთი მადლით, რა თქმა უნდა, მაგრამ შეერთებიდან უკვე ღმერთი და ღვთისმშობელი შობს არა გამხრთობილს, არამედ მარტო გამხრთობილს, არამედ ბუნებითი ღმერთი გადმოდეს, ეს აუცილებლია ღვთისმშობელზე გადმოდეს ბუნებით ღმერთი, რომელიც არის ძე ღვთისა და აი ეს ღმერთი, რომელიც ღვთისმშობელმა შვა, არ იცის არავინ. არ იცის რომ ეს ღმერთია. და გამოდის ღვთისმეტყველურად, რომ ის ჩვენ გავიცანი ჯვარზე. ანუ ჯვარმა გვიშვა ქრისტეს ღმერთობა, ანუ ღმერთია, მაგრამ გაგება ქრისტესი. შვა ჯვარმა, ჯვარცმა იგივენაირად ღვთისმშობელია. და ასევე, როდესაც ჩვენ ადამიანებში ღმერთზე ვსაუბრობთ და ადამიანებში ღმერთს ვშობთ, ჩვენც გამოვდივართ აი ამ გაგებით, რომ ღმერთი შევით, ხომ? პავლე მოციქული ამბობს, არა მრავალი გივით მამა, არამედ მე ვარო თქვენი მამა, რადგან სახარებაში მე გშობეთ თქვენ. სახარებაში მე გშობეთ თქვენ, ნიშნავს რომ აი ჩვენში პავლეს მეშვეობით იშვა ქრისტე. შემოდის ის სიტყვა, რომელიც არის პავლეში. ჩემში ქრისტე საუბრობს. აი ეს ქრისტეს სიტყვა შემოდის და აი ამ სიტყვის მეშვეობით ჩვენ ხვდებით ღმერთს დამკვიდრებულები, ღმერთის მატარებლები და აი ეს ყველაფერი გვიშვა ისევ ჯვარმა, ღმერთის ხედვა, რომ ის არის ჩვენთვის ჯვარცმული ღმერთი, რომელიც კაცობრიობას გამოიხსნის თავისი სიყვარულის ჩვენებით. ჩვენში და სიყვარულზე ბევრი საუბარი გვქონდა. ამიტომ აი დააკვირდეთ ქრისტე რომ დაიბადა, ღმერთი დაიბადა და მაშინდელი კაცობრიობა და ეკლესია ელოდა არასწორად. ანუ შედეგებს ელოდა არასწორად. რომ აღუდგენდა მეფობას ისრაელს, სამეფოს, ხო? აი ამაზე მოციქულებიც კი აი როგორ თქვა ჩაციკლულები არიან, მეთქი მოციქულებზე, მაგრამ აი მოციქულები რო არიან, უკვე დასრულებული, განსწავლულები რო არიან, აღდგომის შემდეგ, ამაღლებამდე, სანამ ამაღლდებოდა მაცხოვარი, იქაც ეკითხებიან, როდის აღუდგენ? აი წარმოიდგინეთ, იქაც. ეხლა რა იყო ეს, როდის აღუდგენ? ამ ქვეყნიური მეფობა, ხო? აი ჩვენ რო ხო ვთქვით ერთხელ ჯვარიდან რატო არ გადმოვიდა ქრისტე, რო გადმოვიყვანეთ და რას გააკეთებდა, ხო? მოდი აღვადგენინოთ. თუ შევძლებთ. აღვადგენინოთ ქრისტეს. ხო, მოდელირება მოახდინოთ ამ სიტუაციას. აი როგორ უნდა აღადგინოს, ანუ როგორ უნდა დაამყაროს სამეფო ქრისტემ ჯვარცმის გარეშე, სიკვდილის გარეშე. შეეძლო არ მომგდარიყო, რა თქმა უნდა შეეძლო. შეეძლო რომ არ გაკარებულიყო ვინმე, რა თქმა უნდა შეეძლო. ამ ხორცი რომელიც ჩვენი მოკვდავი ხორცი მიიღო, ამ ხორცით შეეძლო ეცხოვრა მარადიულად შეეძლო. ღმერთია, ილია წინასწარმეტყველი ჩვენ ვიცით რომ იგივე ხორცით არის აღტაცებული ზეცად. და ის უნდა მოვიდეს, ხო? და მით უმეტეს ქრისტეს შეეძლო. მაგრამ დააკვირდით, მაშინ ხო უნდა სიკვდილი მოესმო. თუ სიკვდილს მოსმობდა
უნდა მოესპო არა თავისთვის მარტო, არამედ ყველასთვის. ამ ქვეყნად არავინ არ უნდა მომგდარიყო. კაი ეს სიკვდილი მოსპო, მაგრამ ის მკვდრები, რომლებიც მაქამდე ემსახურებოდნენ, აბრაამი, ისააკი, ნოე, ადამი. რა უნდა ეკრა? უნდა აღედგინა ისევ დაებრუნებინა, აქ უნდა მომხდარიყო მათი აღდგომაც, ხო? აქ უნდა დაბრუნებული იყვნენ იგივე ხორცში, ესე იგი. აი, ესეთი იმით. და საერთოდ რა მოხდებოდა, აი თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა მოხდებოდა მას ქრისტეს გაეკეთებინა ის, რასაც ბოროტი თავაზობდა. აი მაგალითად რომ პური ქვები ექცია პურად, ანუ ჩვენ პურის შოვნის ოფლის გვრის საჭიროება რო არ ქონოდა. მაგრამ მეორე საცდური არის რომ გადავარდი და ანგელოზები აგიყვანებენ და არ მოკვდები, ანუ რო არ მოკვდე, თუ ღვთისძე ხარ, როგორ ვერ აკეთებ ისე რომ არ მოკვდე. და თუ თაყვანს ვცემ, აი ეს მთელი სამყარო შენია. ეს შეთავაზება არის პიროვნული. ანუ ქრისტეს რაც შეთავაზა, იმას ჩვენ პიროვნულად თავაზობს, ანუ ერთეულს თავაზობს. ეს სამყარო შენია, ამ სამყაროში ადამიანები შედის, ეს ადამიანი მონადრჩება, ხო? ეს ადამიანი მონარჩება. თუ გავაუქმე სიკვდილი, გავაუქმე ჩემთვის, თუ ყველასთვის გავაუქმე, ის ადამიანი მონად ვერ რჩება უკვე. თუ ის არ კვდება, ადამიანი თუ არ კვდება, ეს ჩემი მონა რატომ უნდა იყოს, რაში დამემონოს, რაში ვჭირდები? ანუ წარმოიდგინეთ რომ მოსპო სიკვდილი და ღმერთი, განკაცებული ღმერთი, აი რაში დაჭირდებოდა ადამიანს, ქრისტე. რისთვის უნდა მისულიყვნენ ქრისტესთან და საერთოდ თუ სიკვდილი მოსპო იმ პურების ისა საჭმელიც ხარ დაჭირდებოდა და ჩვენ იცით როგორი კატასტროფა ხდება ადამიანში, ადამიანობაში. ეს იმდენად ვერ წარმოვიდგენთ, არ შეგვიძლია ჩვენ ამის აი ესე რომ მე აი ვინც გვისმენს აი სახში ააწყოს, აბა რა მოხდებოდა. რა მოხდა სახში ააწყოს, აი ეს ყველაფერი თუ შეძლებს, ვერ შეძლებს. იმიტომ რომ სამყარო აწყობილია სიკვდილზე. ჩვენი მთელი არსებობა აწყობილია სიკვდილზე. ვაჟას აქვს ნათქვამი, მშვენიერი ხარ სიკვდილო, სიცოცხლე ფასო შენითა, ხო? აი ყველაფერი ჩვენი ცივილიზაცია, კულტურა, ინტერესები, ყველაფერი აწყობილია სიკვდილზე. ანუ ადამიანმა რო იცის სიკვდილი სიცოცხლეს ეძებს და აი ამაზე არის ყველაფერი აგებული ამაზე და მე ამაზე ვფიქრობდი, გუშინ დავიწყე ფიქრმა, ვერ მოვაბი თავი, რა იქნებოდა. აი ვერაფრით თავი ვერ მოვაბი ამას. ამიტომ კაცობრიობა ისპობოდა, რომ ეს ისე მომხდარიყო. ანუ თლიანობაში კაცის ის გამხრთობა და ღმერთად გახტომა ისპობა თუ გააკეთებდა ქრისტე ისე, როგორც ამას ბოროტი თავაზობს. ნუ რა თქმა უნდა არ გააკეთებდა, მაგრამ და ამიტომ არის რომ აი როგორი საოცრებაა რომ ქრისტე მოდის ღმერთი და ეუბნება ლაზარეს 4 დღეს მკვდარს, გამოდი, სიტყვას ეუბნება, გამოდის. შეკრული. ხტუნით გამოვიდა. ხო, თუ შეკრული. შეკრული. ხო და. ესე იგი თუ მას შეუძლია თქვას და მიცვალებული აღადგინოს, ხო შეუძლია რომ არ მოკვდეს. ხო, რომ ცოცხლები აღარ მოაკვდინოს. მოაკვდინოს. იქ არის საუბარი, როდესაც ქრისტე ლაზარეს აღდგენამდე ებრაელები ამბობდნენ, როცა ქრისტემ იტირა ცრემლი რო ნახეს. ვინმე როგორ ყვარებიაო ქრისტეს თავის მეგობარიო და რაო ხა ეს თუ ღმერთიაო, ნუ ესე არ არის, მაგრამ პირობი ჩემი სიტყვები თუ ესეთი ღმერთის ძეა და თუ მესია არისო, ვერ გააკეთაო ისე რომ არ მომგდარიყო. ხო. და რო გაეკეთებინა, ვინ გაიგებდა? რომ ამან გააკეთა.
ხო არ მოკვდა არ მოკვდა რომ მოკვდა და აღადგინა და გამოიყვანა ამან შექმნა მოვლენა ხო თორე რომ არ მომდარიყო რა ვინ იტყოდა რომ არ მოკვდა იმიტომ რომ მესიას მეგობარია არავინ არ იტყოდა ამას და სხვა შორის თქვენმა ამ ცდელობა მოდელირების ვითარების როცა ადამიანი არ კვდება თვალსაზრისით დღევანდელი ალბათ ყველაზე აქტუალური დისკუსია გამახსენდა რომელიც სოფლის ყველაზე განათლებულ წრეებში დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი და პოპულარულია და უკავშირდება თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას, მეცნიერების განვითარებას, განსაკუთრებით ბიოტექნოლოგიების განვითარებას, რომელიც ქმნის გარკვეულ წინაპირობებს ადამიანის სიცოცხლის მაქსიმალურად გახანგრძლივების თუ უხდავების ელემენტების შემოტანის არა. და როდესაც ბევრი მეცნიერი საუბრობს ამ პერსპექტივაზე, რომელიც როგორც ჩანს, არც თუ ისე შორეულია, როგორც შეიძლება თუნდაც დღესაც კი გვეჩვენებოდეს ორგანოების ჩანაცვლება, მუდმივი განახლება ბიოლოგიური თვალსაზრისით ადამიანის ორგანული ნაწილის სხეულის ყველა მიდის დასკვნამდე, რომ წმინდა სამეცნიერო თვალსაზრისით არა ეს არის ეთიკის რელიგიური საკითხი ამავე დროს და ამ დისკურსში შემოდის ზუსტად საუბრები ისეთი ტიპის ეთიკურ მათ შორის და ადამიანის მნიშვნელობისა და ბუნების გააზრების აუცილებლობაზე რა კუთხითაც თქვენ ახლა შობაზე საუბრით მიხვედით ამ წერტილამდე და მე მგონია რომ ჩვენი გადაცემების ციკლში რაღაცა მონაკვეთი რაღაცა ჯგუფი გადაცემების ალბათ ამ პერსპექტივასაც უნდა დავუთმოთ ანუ თანამედროვე გამოწვევების თანამედროვე განვითარებების კვალობაზე რაზე უნდა ფიქრობდეს კაცობრიობა მათ შორის იმ ქრისტიანული ცოდნის გამოცდილებისა და სწავლების გათვალისწინებით რასაც ახლა თქვენ საუბრობდით მცირე გადახურვა გამომევიდა მაგრამ ეს ძალიან ბევრი ადამიანს აფიქრებს და აინტერესებს თქვენ რაზეც საუბრობთ იმის გაგრძელებაც იქნება მე რაზე საუბრობდი რომ აი რატო არ მოსპოს სიკვდილი ხო და სახარებაში არის ერთი ურთულესი ადგილი სადაც ქრისტე ამბობს რომ რომელ თქვენთაგანს შეგიძლიათ მოიმატოთ ერთი წყრთა სიმაღლე ძველ ქართულში წერია ერთი წყრთა და ახალ თარგმანებში წერია ერთი წუთი ერთი საათი სიცოცხლე მოიმატოთ აი ძველში რაც წერია და ეს არის ჰასაკი ქართულში ხო არის ჰასაკი ასაკი ძველ ბერძნულიდან სიტყვა არ მახსოვს მაგრამ ძველ ბერძნულში იგივე სიტყვა და ძველ ბერძნულში ნიშნავდა ორივეს სიმაღლესაც და წლოვანებასაც ეგ სიტყვა სიმაღლესაც ნიშნავდა აი როგორ და ძველ ქართულში ნიშნავდა მარტო სიმაღლეს ზაქე ჰასაკითა იყო მცირე ძველ ქართულში წერია ანუ სიმაღლით იყო მცირე და არა ასაკი და ახალ ქართულში ამ ასაკმა მიიღო მეორე დანიშნულება რაც ბერძნულში სიცოცხლის ხანგრძლივობა რომ ასაკით დიდია ნიშნავს რომ მოხუცია ანუ სადღაც მოხუცობამდეა ხო დიდი ასაკი მაქვს კაცი რო იტყვის გადაცდენილია სადღაც 60-ს ან რაღაც მეტრს ხო და ძველ ბერძნულში ორივე მნიშვნელობა ჰქონდა მაშინაც როცა ეს სიტყვა წერია და მე ამის თარგმანს რო აკეთებდით ძალიან გამიჭირდა მოძებნა რა იგულისხმება იმიტომ რომ რაც ძველ ქართულითაც არის გადმოტანილი სიმაღლე რომელიც თქვენთაგან შეუძლია მე ვფიქრობ რომ ამას არ იტყოდა ქრისტე სიმაღლეს არ გაამახვილებდა ყურადღებას და რატომ იმიტომ რომ ქრისტე ყოველთვის რასაც ამბობს არის საყოველთაო ასაკის ანუ სიმაღლის მომატება შეიძლება უნდოდეს 10%-ს მაგრამ შედარებით აღმორჩილებს. ხო, შედარებით აღმორჩილებს ეგ არ ადამიანებს. შეიძლება ახალგაზრდობაში მე და თქვენ დომებოდათ 1-10 სანტიმეტრის მომატება სიტყვაზე, მაგრამ რა მე ეს არ არის ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სიმაღლის მომატება, ხო? არც ერთ ეპოქაში არ ყოფილა ეგეთი სიმაღლის მომატება, რაღაც
და აქ ქრისტე ამბობს რომელიც თქვენთაგან შეგიძლიათო და მე ესეთია რომ ჩვენს უძლურებას გამოხატავს და ამიტომ არ ამგონია ამას ნიშნავდეს არ ამგონია ახლა არ ვამტკიცებ მეორე ახალ ქართულად წერია წლოვანება და რომელ თქვენთაგან შეგიძლიათ რომ გაიხანგრძლივოთ სიცოცხლე და შეგვიძლია ეს თუ თარგმნით შეცდომა იქნება ანუ შეცდომა მგონია ეს ახალი თარგმანი იმიტომ რომ მაშინ გამოდის რომ ჩვენ რო კვდებით გასაზღვრულია ჩვენი 25 წლის ბიჭი რო კვდება ესე იგი მართლა განუსაზღვრა ვერ შეძლო ხო დეტერმინირებულია გასაზღვრული და ეს არასწორი სწავლებაა ჩვენი ეს ახლა ღმერთმა ყველაფერი იცის რა თქმა უნდა მაგრამ ჩვენ როდის მოკვდებით ეს განსაზღვრული არ არის ეს აი ჩვენ ყოველთვის როცა წნევის წამალს ვსვამთ ვცდილობთ რომ გავიხანძლივოთ ცხოვრება ხო სხვანაირად რომ თქვა არის ავადმყოფობები ის წამალი რო არ დალიუკვდები და შეგვიძლია ხო კაცობრიობა შეუძლია აი თქვენ რასაც ამბობდით ცხოვრების გახანგრძლივება მაგ და ქრისტე არ იტყოდა რომ თქვენთაგან შეგიძლიათ გახანგრძლივება სიცოცხლისო იცის მან რომ შეუძლია და მაშინაც წამლების მკურნალობა მაშინაც იყო ხო და ამიტომ რა არის ეს რა თქვა ქრისტემ იქ და რაღაც ვიკვლიეთ მეცნიერები ამ სიტყვის მნიშვნელობები და მივაგენით ესეთ რაღაცას რომ აი მაგალითად ადამიანს აქვს ზრდის ასაკი არისტოტელე ამბობს რომ ხორციელად ადამიანი ფიზიკური ადამიანი სრულყოფილებას აღწევს 36 წლისას და სული აღწევს 59 წლისას ეს არის ფილოსოფიური დადგენილება მაგრამ მაშინაც ფიქრობდნენ ხო ახლა ფილოსოფია რას ნიშნავს ბრძენებს ხო მოაზროვნე ადამიანი რომელიც აზროვნებს და მაშინდელი ესეთი დასკვნებია ნუ ეკლესიურად და სადღაც 30 წელი იყო მასწავლებლობა რომ შეგეძლო ბიბლიურად და აი 40 წლის ითვლებოდა რომ აი ეს 40 წელი არის ის რა შენ შექმენი და შენი თავი აი მის შემდეგ იმის განვითარება ახალი არ ხდება რა ის მიმდინარეობს რაც ხარ იმიტომ 40 ძალიან მნიშვნელოვანია ბიბლიურად 40 წელი 40 დღე და ასე შემდეგ ძალიან ხშირია რაღაც სრულყოფილების ის არის და აი მაგალითად ადამი შექმნა ღმერთმა სრულქმნილი და ინარჩუნებს თავის მდგომარეობას ეს არ ბერდება და ეს იგულისხმება ერთსა და იმავე ასაკში ასაკი ანუ თქვენი აი ამ რომელს შეგიძლიათ ის თქვენი ზრდის პიკი შეინარჩუნოთ და ქვემოთ არ წახვიდეთ საინტერესო აი რომელ თქვენთაგან შეგიძლიათ რომ სიბერისკენ არ წახვიდეთ ჩვენ სიბერეს ვიხანგრძლივებთ კი მაგრამ იმას ვერ ვინარჩუნებთ ხო გასაგები ხდება ხო აი ეს არის იქ ნათქვამი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაც შეეხება ხო სიბერის ეხლა მე რომ მითხრან არც ერთ ახალგაზრდას არ მოუნდება აი მაგალითად რომ მითხრან ვიღაცას აი თქვენი ასაკი ჩემი ასაკის ადამიანს რომ აი ერთი 100 წლით დაიძინებ 100 წლის მერე გაიღვიძებ და იქ შენი არავინ არ შვილები დარჩა არც არავინ არ დარჩა და აი არა აზრი აქვს ცხოვრებას ცხოვრება კარგავს ერთ-ერთი შეიძლება ცნობის მოყვარეობა გაინტერესებს მაგრამ ის რასაც კარგავ ეს არ არის ფასი ის შედეგი სარგებელი რაც ამ ფასის ნაცვლად შეიძლება გიღირდეს რომ ადამიანმა მეიღო მართლაც ხო მეორე კიდე აი ის თუ დაკარგე რაც თქვით რაღაც სრულყოფილი ფიზიკურად და ამ ქვეყნიურად და ჯანმრთელი რომელიც ეს თუ დაკარგე არა აზრია კიდე იმ სიბერეში 200 წელი თუ აქ იცხოვრე 50 წელი ნორმალურად
და მე 150 წელი აი რა აზრი კარგება გესმით აი ბიბლიურად მათუსალა ცნობილი პერსონაჟი და ასე შემდეგ რომ რამდენიმე ასეული წელი ცხოვრობდნენ ის მათი ფიზიოლოგიური დაბერების პროცესით შესაბამისად უფრო შენელებული იყო ალბათ. კიდევ სადღაც აბრაამ 100 წელს მიტანებულმა შვა ის 90-ის იყო თუ არ ვცდები რომ ისააკი ეს სარა 80 წლის იყო. მაგრამ ეს აბრაამს მერე წავდა შვილები სხვათა შორის. სარას სიკვდილის შემდეგ ბიბლიაში წერია რომ კიდე ყავდა ცოლები. ხო და საღალები არ წერია, მაგრამ სავის სიკვდილის წინ ამ ცოლებზე მათგან ყავდა შვილები. ანუ იმ ისააკის მერე კიდე ბებერს, მაგრამ იქ ამბობენ რომ ის ცოლები იყვნენ ახალგაზრდები და ახალგაზრდას შეუძლია მოხუცისგან გააჩინოს. უბრალოდ სარას არ შეეძლო იქ მოხუცისგან და ამიტომ ეს მაინც ბებრები იყვნენ. ის სადღაც 100 წლის მერე 120-ის მერე ითვლებოდნენ უკვე, მაგრამ ის იყო წყალობა, რატო იცით, რომ აი ამ სიცოცხლე მაშინ ხორცში დარჩენა იყო 64. ვიდრე ხორციდან გასვლა. იმიტომ ჯოჯოხეთში მიდიოდა. ამიტომ ამ 64-ს უხანძლივებს ღმერთი. მაგრამ ეს ქრისტეს შემდეგ უკვე ეს კარგავს აი მოციქულებისთვის, მაგას და ყველა წმინდა მომისთვის ეს აზრი დაკარგული აქვს. თუ არ ვწდები ანტონ დიდმა იცხოვრა 105 წელი. ანუ ყველაზე დიდი ესეთი მოღვაწე მამები და ყველაზე მეტი ანტონ დიდს აქვს ნაცხოვრები, პირველი ფუძემდებელი ამ ბერობის და მონაზნობის და თორე ეს დიდი მამები ბასილი დიდი იყო 59 წლის. გრიგოლ ღვთისმეტყველი 63 წლის. ანუ ადამიანები რომლებიც აი პავლე მოციქული ამბობს რომ მე მირჩევნიაო წავიდე და ღმერთთან ვიყო, რადგან იქ გვირგვინი მომელისო. მაგრამ ჩემი ხორცში დარჩენაო თქვენთვის არისო სასარგებლო და ამიტომ დარჩებიო. ანუ თქვენ ეს უფრო გირჩევნიათ. აი ამ იმაში არის ადამიანი რომელიც დაინახავს მეორე სამყაროს და გავა და იქ ორი მკვიდრია სულით და გონებით იმისთვის მე აქ დიდხანს ხოვრება. მხოლოდ ქვეყნისთვის, ერისთვის, თავის ოჯახის წევრებისთვის. ხო, თავის ოჯახის წევრებისთვის, აი ამათვის უღირს რომ იყოს და არა იმიტომ რომ მან დიდხანს იცხოვროს. არა, აზრს კარგავს ეს სიცოცხლე, როცა დაინახავ რომ არსებობს მარადიული სასופველი, რომლის მკვიდრი უკვე აქვე ხდები, აქვე ამ ქვეყნად ვეხდები და ესეთი ამიტომ ქრისტეს დაბადება სუსტად ამით არის ის რომ ის აქ ჩვენთან მოვიდა ჩვენს დასაყვანად და ჩვენ ძალიან საინტერესოა ფერიცვალების დროს როდესაც მოსე და ილია იდგა მაცხოვართან და აქეთ მოციქულები აი ეგ მთელი სამყარო დგას და აგვირდით ილია ზეცაში ახტაცებული იქიდან ჩამოდის მოსე ჯოჯოხეთშია იქიდან ამოდის და მოციქულები ახაურებიანიან და უყურებენ ზეციერს ჯოჯოხეთისიდან ამოსულს თვითონ აგერდგანან და აი ამათი მეუფე დგას და ხედავენ ნათელს და ძალიან საინტერესოა კიდე რომ პეტრე მოციქულმა რატო უთხრა, ანუ ქრისტეს ხო არაფერი არ ნათელი ნახა. ეს ნათელი როგორ და რა, მაგას არ განმარტავ, ვერ განმარტავ. ანუ ის ნათელი ნახა რაც არის რა ქრისტე, როგორც ღმერთი რაც ყოველთვის იყო და არის. და პეტრე ეუბნება სამი კარავი გავაკეთოთო. ერთი შენთვისო. ერთი მოსესთვის, ერთი ილიასთვის. ამათი გაშვება არ უნდა. და აქ პეტრეს სიდიდე რაში მდგომარეობს ისეთ რომ პეტრე მიხვდა რომ როცა თვითონ იყო და მშიერი ხალხი იყო მაცხოვართან მაშინ მაცხოვარი პურს ამრავლებდა და ამას ხედავდა ეს საოცარი იყო მაგრამ ხა პურის გამრავლება
თვითონ პურის გამრავლებაა საოცრება, მაგრამ ხა პეტრესთვის რა ერთი პური შეჭამა და იგივე პური იყო, რამე სხვა პური არ იყო. იგივე პური იყო, რა პურიც გაამრავლა. ხო და აქ კიდე მშიერ ხალთან პურს ამრავლებს, მაგრამ ეგ ნათლის ხილველებით განან. ელია მოსემ ზურგი იხილა, ის ღმერთია გაკაცებული. მოსემ რომლის ზურგიც იხილა, ელია რომელიც ახტაცებულია ცეცხლოვანი ეტლით, სული წმინდით, ზეცად თავის მოწაფემ ნახა და ამათთან ქრისტემ პური არ გაამრავლა. აი ის ნათელი გამოავლინა. და ამან იცის რომ აი ამათთან საუბრისას დაინახა ეს ნათელი და იცის რომ ამათთან ნათლით ისაუბრებს. და არ უნდა მათი გაშვება. ეხლა იქვე მოტპურის გამრავლება კი არ ენატრება. თვითონ თანაზიერი გახდა სამსინათლე. თანაზიერი გახდა ამის რომ აი ეს სამი ანუ ქრისტესთან ამ ორის საუბარი და მესამე ახე დამსწრე რომელიც ამის თანაზიერი ხდება, არ უნდა ხელიდან გაუშვას და ავიწყდება ყველაფერი, ავიწყდება რომ ქვემოთ ოჯახი ელის, ყველაფერი ავიწყდება და სახარებაში წერია ბავშვი ვიწაურობდა. ბავშვი ვიწაურობდა ნიშნავს ახლა მოჩლიქილი ენით კი არ საუბრობდა, არამედ გაუაზრებლად. მაგრამ ეს გააზრებაა ყველაზე დიდი, ეს გააზრებაა სულის ის პური, ის ნეტარება, ის სიდიდე რომელიც ქრისტემ ანახა. ამიტომ ნათქვამი არის რომ წინდი, სასუფევლის წინდი მიიღეს მოციქულებმა, რომ ის რითაც სასუფეველში იკვებება ადამიანი და სული რითაც იკვებება, ეს არის ქრისტე. ქრისტეს სიტყვა. სული წმინდა. მამაძე და სული წმინდა, რომლითაც ადამიანის სული იკვებება და აი ეს მიიღეს თაბორზე ჯვარცმისთვის რომ გაეძლოთ. და ძალიან საინტერესო არის ეკლესიის მოწყობაც. სხვაგან კი გადავედით, მაგრამ ეგ საინტერესოა. ეკლესიაში, ტაძარში რო შედიხარ, აღდგომის ხატი ხდება და იმას უნდა ემთხვიო. მე ესტრები წირვას, ზიარები ღმერთს და ემთხვევი ჯვარს, რომელიც მღვდელს ხელში უჭირავს და გამოდიხარ გარეთ. ანუ ჯვარია ბოლო. შესვლა არის აღდგომა, გამოსვლა არის ჯვარი და შუაში არის ზიარება. ანუ აი ამ ნათელს, ამ ქრისტეს რო ეზიარები, იმ ჯვარს ემთხვევი გარეთ გამოდიხარ, რომ სოფელს გაუძლო, ანუ აქაურ ჯვარსმას გაუძლო. იმ ნათელმა, ანუ ამ ზიარებამ უნდა შეგაძლებინოს უნდა. ამ ჯვარცმას გაუძლო, რომელიც სოფელშია და გაუძლოში ნიშნავს გადაიტანო და გაექცე კი არა. ნიშნავს იმას, რომ სწორად მიიღო ჯვარცმა და ჯვარცმით კი არ უნდა დაიღუპა, არამედ ჯვარცმით უნდა აღსდგეს სულით და რა ვიცი, ბევრი რამე საუბარი შეიძლება, მაგრამ დღეს მიულოცოთ, გილოცავთ საოცრება ქრისტეს შობა და მე ხშირად ვამბობ ხოლმე, ძალიან ხშირად ვამბობ. რასაც ოდავია ადამიანი, რომელიც ჯერ რო საერთოდ ვერ გაიგებს, რომ ამ ქვეყნის შემოქმედი აქ ცხოვრობდა და სიტყვა თქვა. და მერე გაიგებს და არ წაიკითხავს. აი ეს საოცრება უნდა წავიკითხოთ ეს ამ ქვეყნის შემოქმედმა, ჩვენმა შემოქმედმა გვითხრა და ამიტომ შევიცნოთ ის ამისთვის მოვიდა, რომ ჩვენთვის სიტყვა ეთქვა, სული მოეცა და აღვედგინე და გისურვებთ ყველას, რომ თქვენში იშვას ქრისტე თავისი სიტყვით და სულით. თქვენს გილოცავთ, მამა, რა თქმა უნდა. გილოცავ დროების YouTube არხის ყველა მაყურებელს, ყველა მსმენელს, ვინც აღნიშნავს ქრისტეს შობის დღესასწაულს. ეს იყო ჩვენი სპეციალური გამოშვება, რომელიც მიუძღვევენ სწორედ შობის თარიღს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვეულებრივ რეჟიმში ყოველ ხუთშაბათს გადაცემათა ციკლის მამა დოროთეს ამბიონის მომზადებას და ჩვენებას თქვენთვის. კიდევ ერთხელ დამშვიდობებისას მინდა შეგახსენოთ, რომ ვისაც ჯერ კიდევ
კიდევ არ გაქვთ გამოწერილი ეს არხი იმისთვის რომ გქონდეთ შესაძლებლობა ხშირად სისტემატურად მიიღოთ ინფორმაცია ახალი კონტენტის შესახებ, ახალი გადაცემების შესახებ გამოიწერეთ, მოიწონეთ ჩვენი გადაცემები, გაუზიარეთ თქვენს ახლობლებს და მეგობრებს. დღეს კიდევ ერთხელ მოლოცვით, გემშვიდობებით, შევხვდებით კვლავ ერთმანეთს მალე ნახვამდის.